და ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ამერიკის შეერთებული შტატებიდან პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ხატიაშვილი. გიორგი, გამარჯობა დღემშვიდობისა იერუსალიმიდან. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ ასეთ ამერიკაში ახლა გვიანი ღამეა და მადლობა ამ დროისთვის, რომელსაც ჩვენთვის გვითმობთ. თქვენი შეფასება ახლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამერიკიდან, როგორც ჩანს ეს ვითარება, რომ თქვენი აზრით ახლა როგორი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის, რა შეგიძლიათ რომ თქვათ, თუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აკეთებს განცხადებას, რომ ისრაელის სამხედროებმა უნდა დატოვონ ლიბანი და ისრაელმა მშვიდობა უნდა უზრუნველყოს რეგიონში, თუ ამას ისრაელი არ გააკეთებს სირია და ასე შემდეგ. ამ დროს ისრაელი ამბობს, რომ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელის სამხედროები არ დატოვებენ ლიბანს. აბა რისთვის იმართება შეხვედრები ახლა ვაშინგტონში? თქვენ როგორ ფიქრობთ? პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ამ ბოლო დროს ამერიკის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის ამ ერთგვარი დაძაბულობისა, რა თქმა უნდა, ურთიერთობები მაღალი დონისაა და რა თქმა უნდა, ახლა ამერიკის მხარდაჭერა ისრაელისადმი ჯერჯერობით მაინც უპირობოა. რაც შეეხება შეხვედრებს ვაშინგტონში ლიბანსა და ისრაელს შორის, აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელი მოლაპარაკებებს აწარმოებს ლიბანის ოფიციალურ ხელისუფლებასთან და საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს ჰეზბოლასთან და ჰეზბოლა მაინც მოლაპარაკებების ნაწილი არ არის, ამიტომ ეს საკმაოდ ჩახლართულია. ამიტომ დავსიკითხა, მაშინ რისთვის იმართება შეხვედრებით? შეიძლება აქ ლაპარაკი იყოს, რომ თქვა ლიბანის ოფიციალური მთავრობის გაძლიერება, რომ მან უზრუნველყოს ჰეზბოლას შეკავება, თუმცა რა ვიცი, ბოლო 40 მაგრამ ისრაელი ამბობს, რომ 44 წლის წინ, 43-44 წლის წინ ასეთივე შემთხვევა იყო და მაშინ, როდესაც ისრაელი ენდო ლიბანს და დატოვეს ეს სამხრეთ ნაწილი, ბუფერული ზონები, მაშინ გაძლიერდა და შეიქმნა და მაშინ გახდა ერთ-ერთი ძლიერი ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლაც და შესაბამისად ისრაელში ფიქრობენ, რომ ამ შეცდომას აღარ დაუშვებენ. კი ბატონო, სამხრეთ ლიბანიდან გამოსვლამ ჰეზბოლა გააძლიერა, თუმცა პერმანენტული სამხედრო მოქმედებებიც რამდენად მოიტანს ჰეზბოლას სრულ განადგურებას, ესეც საკითხავია, ამ კუთხით. თუმცა ამოსავალი წერტილი, რა თქმა უნდა, დღესდღეობით არის ის, რომ ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტს ირანის მიმართებაში. ისრაელს და ამერიკის შეერთებულ შტატებს გარკვეულწილად სხვადასხვა ინტერესები აქვს ირანთან მიმართებაში. თუ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უმთავრესია, თქვათ, ის რომ ნაწილობრივი მაინც დემილიტარიზაცია, ირანს გაუნადგურეს სამხედრო საზღვაო ფლოტი, რაკეტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია და მაგრამ ამერიკისთვის ისეთი პრობლემა, რომ თქვათ დღევანდელი რეჟიმი დარჩეს ირანის სათავეში არ არის, და როგორც ეს ბალისტიკური რაკეტების რაღაც რაოდენობაც ამერიკისთვის პრობლემა არ არის, მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ირანი უბრალოდ ვერ წდება, ამერიკის შეერთებულ შტატებს. ისრაელის ინტერესი ამ შემთხვევაში უფრო განსხვავდება, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ღიად აქვს ნათქვამი, რომ ისრაელის ამოცანა, თქვათ, რეჟიმის ცვლილება, იმიტომ რომ მხოლოდ რეჟიმის ცვლილება უზრუნველყოფს, რომ ირანი ურანს არ გაამდიდრებს. მაგრამ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი მიზანი არ ყოფილა რეჟიმის ცვლილება, მან ესეთი განცხადება გაავრცელა. ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ მან თქვა, რომ ირანის უზენაესი ლიდერის ცვლილება უკვე რეჟიმის ცვლილებაა, რა თქმა უნდა, ახლა პრეზიდენტ ტრამპს ახასიათებს, რა თქმა უნდა, ის შეცვლა პოზიციების, იმიტომ რომ რეჟიმის ცვლილება რთული საკითხი გამოდგა. შეიძლება მოლოდინი იყო, უფრო იოლი, მაგრამ პირველ სამ დღეში რო არ დაეცა ეს რეჟიმი, არ მოხდა სახალხო რევოლუცია და ამ თავისკვეთის და დეკაპიტაციის სტრატეგიამ საბოლოო შედეგი მაინც ვერ მოიტანა, იმიტომ რომ კი აღმასრულებელი და სამხედრო ხელისუფლების ელიტის რაღაც ნაწილი, თქვათ, განადგურდა, მაგრამ რასაც ჩვენ ვეძახით ირანის deep state და ეს ბიუროკრატიული აპარატი გადარჩა და დგას ფეხზე და შესაბამისად დონალდ ტრამპი. მაგრამ მხოლოდ რეჟიმის ცვლილებაზე რომ არ გავაკეთოთ, გიორგი, აქცენტი ამერიკის შეერთებული შტატები და ირანმა ორი სახელწოდებით ომი, ეპიკური რისხვა, ლომის ღრიალი დაიწყეს, რომ ირანული რეჟიმი უნდა ჩამოშლილიყო, გამდიდრებული ურანი არ უნდა დარჩენილიყო ირანში, ბალისტიკური რაკეტები არ უნდა ჰქონოდა ირანს და პროქსი ძალები უნდა განადგურებულიყვნენ. მაგრამ ახლა
მხოლოდ ტრამპი ამბობს, რომ ირანს თუნდაც ბალისტიკური რაკეტები შეიძლება ჰქონდეს, რადგან საფრთხეს არ უქმნის რეგიონალურ მშვიდობას, მაგრამ ეს ბალისტიკური რაკეტები დაფრინავენ ისრაელში და უქმნიან პრობლემას სპარსეთის ყურის ქვეყნებს და ისრაელსაც. თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ არც ერთი ის დაპირება არ არის შესრულებული, რის გამოც ორმა ქვეყანამ, ამერიკამ და ისრაელმა დაიწყეს სპეცოპერაცია ეპიკური რისხვა ლომის ღრიალი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომი დასრულებულია ახლო აღმოსავლეთში? ომი ხო სრულდება რაღაცა მიზნების მიღწევით. ომი არ დაწყებულა ორმზის სრუტის დაკეტვის ან გახსნის პრობლემით. ომი რა თქმა უნდა, ჯერ არ დე იურე და დე ფაქტოც არ არის დასრულებული, ხო? ჩვენ გვაქვს ცეცხლის შეწყვეტა ამერიკასა და ირანს შორის, ისრაელი არ არის, ხო? ამ შეთანხმების ნაწილი. რაც შეეხება ბალისტიკური რაკეტების პროგრამას, ხო? ეს ტრამპმა თქვა თავისებურად, მაგრამ თქვა რომ სხვა სახელმწიფოებს თუ აქვთ ირანს რატომ არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამის უკან იმალება ის მთავარი არგუმენტი, რომ 80 მილიონიან ქვეყანას, სადაც სამხედრო, თქვა, სახმელეთო ოპერაციას არ ატარებდა რეჟიმი იგივე რჩება, უბრალოდ ახლა ვერ აუგზავნებ ხო ბალისტიკური რაკეტების ქონას, თუ ან რეჟიმს არ შეცვლი, ან თქვა არ მოხდება, თქვა სახმელეთო ოპერაცია, იმიტომ რომ ნებისმიერი დაბომბვის მიუხედავად რაღაცა ინფრასტრუქტურა დარჩება, რომ თქვა ხო ეგ ხო არ არის ურანის გამდიდრება. ეგ გასაგებია და ეხლა ცოტა ხნის წინ, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ირანის ბირთვული პროგრამის კონტროლისა და გამდიდრებული ურანის განზავების პროცესში ამერიკელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს რეალურია მართლა, რომ ირანი დაუშვებს ამერიკელი სპეციალისტების ჩართვას ურანის განზავების საკითხში? ეს გაცილებით მოსალოდნელია იმ კუთხით, რომ ეს გამოცდილება, თქვა, ობამას დროს, როცა ირანის პირველი ბირთვული შეთანხმება გაფორმდა, ირანს აქვს, ახლა ეს იქნება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები თუ უშუალოდ ამერიკელი ექსპერტები, ეს დრო გვანახებს, მაგრამ გარკვეული ინსპექციების დაშვება, ცენტრიფუგების დასაწყობება რაღაც ურანის ქვეყნიდან გადანა, ამის გამოცდილება 2015-18-19 წლებში ირანს აქვს. მაგრამ როგორ დასრულდა, ყველას კარგად გვახსოვს ეს ყველაფერი. ხო, დონალდ ტრამპი გამოვიდა ამ შეთანხმებიდან და საბოლოო სადაც მივედით, იქ მივედით. მაგრამ ეს გაცილებით შეიძლება ესეთი მოსალოდნელი ამბავია, ვიდრე ის რომ ახლა 80 მილიონიან ქვეყანას უბრალოდ უთხრა, რომ არ შექმნა ბალისტიკური რაკეტები ქვეყანას, რომელსაც ახლა რეგიონში ეს შეიძლება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უთხრას, მაგრამ ისრაელმა და სპარსეთის ყურის ქვეყნებას, რომლის მშვიდობიანი მოსახლეობაც არაერთი მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და დიდი ზარალი და უსაფრთხოების პრობლემას ქმნეს ირანული ბალისტიკური რაკეტები რეგიონისთვის, ახლო აღმოსავლეთისთვის და სწორედ ამიტომ გადაცემის მთავარი კითხვაც ასეთი დავსვი, რომ ახლა ვინ უნდა დაარეგულიროს ვითარება ახლო აღმოსავლეთში, ვინ უნდა შექმნას უსაფრთხოების გარანტია დონალდ ტრამპმა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და რომელსაც არ უქმნის ირანული ბალისტიკური რაკეტები საფრთხეს თუ ისრაელმა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა ახლო აღმოსავლეთში ვითარებას ვინ განსაზღვრავს, დონალდ ტრამპი თუ ნეთანიაჰუ? რეალურად ყველგან და ყოველთვის ესე იგი ასე თქვა პოლიტიკას წარმართავს, ძალთა ბალანსი ხო ამ კუთხით. რა თქმა უნდა, ამერიკაც და ისრაელიც, ვინაიდან ორივეს აქვს სამხედრო ინფრასტრუქტურა და ძალა, რაღაც კუთხით განსაზღვრავს პოლიტიკის დინამიკას ახლო აღმოსავლეთში, ხო? გარკვეულწილად, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ახლა თუ ცხადი არ არის ხოთა შორის, ექნება თუ არა ისრაელს სურვილი ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე გააგრძელოს სამხედრო მოქმედებები ირანის წინააღმდეგ, ეს შეგახსენეთ, რომ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ირანს არ ექნება ბალისტიკური რაკეტები, თუ მისი პრემიერობის ვადაში, სხვა ოპოზიციონერებიც, რომლებიც შეიძლება გახდნენ პრემიერები, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გახდება ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ყველა ამბობს, რომ ირანს არ ექნება ბალისტიკური რაკეტები და არ ექნება ბირთვული იარაღი. ამიტომ ეს დაპირება ისრაელიდან ცოტა სხვანაირად ჩანს, რომ შეიძლება რომ ისრაელმა იმოქმედოს დამოუკიდებლად, ისე როგორც ისტორიაში არაერთხელ იყო ფაქტი. ბატონო, აქ საკითხია, რომ ბირთვული იარაღი როგორც გაირკვა ჯერჯერობით არ აქვს და უფრო იოლია ბირთვული ინფრასტრუქტურის მოშლა და გამდიდრებული ურანის განზავება, განადგურება, გატანა, ამ ბირთვული გამამდიდრებელი ქარხნების განადგურება, რაც შეეხება რა არის ნიშნული? თუ ნიშნულია, რომ ირანს არ ქონდეს ერთი ბალისტიკური რაკეტაც კი, ეს ახლა მე არ ვიცი, ახლა სამხედრო თვალსაზრისით ეგ როგორ ხდება, ყველა ბალისტიკური რაკეტის
განადგურება. ამერიკაში როგორც ჩანს, ისრაელში ძალიან კრიტიკულად უყურებენ ამ საკითხს, უბრალოდ თქვენი პასუხი ვერ მივიღეთ, ცოტა ხნის წინ დავსიკითხვა, რომ როდესაც ირანში შეიძლება ჩავიდნენ ამერიკელი სპეციალისტები ბირთვული პროგრამის კონტროლისა და გამდიდრებული ურანის განზავების პროცესში. ისრაელში ფიქრობენ, რომ ეს იქნება ხაფანგი ირანელების მიერ მოწყობილი. ამერიკაში როგორ ჩანს, ამერიკიდან როგორ ჩანს ეს პროცესი? რა თქმა უნდა, ხა დიდი ნდობა მით უმეტეს მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან ირანისადმი არ არის, თუმცა ხაფანგი რაში გამოიხატება ახლა, რომ ირანმა საიდუმლოდ გაამდიდროს ურანი, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, თუმცა ეს როგორც გასული წლები გვანახებს, გაცილებით ეს იმ ფონზე კეთდება, უბრალოდ იმ კონტექსტში დავსიკითხვა, რომ აბას არახჩიმ გააკეთა განცხადება, რომ არის გეგმება, მსგავსი არაფერი არ არის, მსგავსი არაფერი არ ხდება და ბირთვული გამდიდრებული ურანის საკითხი ხელშეკრულებაში ამ მემორანდუმში ისე არის გაწერილი. მოკლედ ამ შეთანხმებაში ირანი და ამერიკის შეერთებული შტატები სხვადასხვაგვარად თარგმნიან და კითხულობენ, რა წერია გამდიდრებული ურანთან დაკავშირებით და ეს არის არა მარტო ურანთან დაკავშირებით, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებითაც კი არა გვაქვს ერთიანი პოზიცია და ამიტომ ეს ცეცხლის შეწყვეტა ისედაც ხო რაშიც თავდებიან აერო დროებითი და შემდეგი 2 თვეში გადაწყდება ინსპექტორები ჩავლენ განზავდება ეს ურანი თუ არ განზავდება, თუმცა აქაც უნდა ითქვას, რომ ირანის ბირთვულ შეთანხმებას წლები დაჭირდა ობამას ადმინისტრაციის დროს და მოლოდინი რომ 2 თვეში ეს ურთულესი პოლიტიკური და არა მარტო პოლიტიკური, ტექნიკური საკითხი რომ როგორ განზავდება და რა და ბირთვული ფიზიკა ასე შემდეგ, ეს დიდი მადლობა გიორგი საინტერესო ანალიზისთვის, გადაცემას ცოტა დრო დაგვჭირდა. იმედი მაქვს რომ მომავალში კიდევ ბევრი დრო გვექნება, ვითარება ისეთია ახლო აღმოსავლეთში, რომ თქვენი საინტერესო მოსაზრება ყოველთვის საინტერესოა. ჩვენს აუდიტორიას კი შევახსენებ, რომ ჩვენთან პირდაპირ ეთერში საუბრობდა ამერიკიდან გიორგი ხატიაშვილი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი.